გასულ კვირას 7-ზე მეტი მაგნიტუდის 2 მიწისძვრა მოხდა პლანეტის სხვადასხვა ნაწილში. ვულკანებმა აქტიურობა გააძლიერეს, ხოლო ექსტრემალურმა ამინდმა კვლავ დაარტყა ადამიანებსა და ინფრასტრუქტურას. როგორც ხვიდა სტიქია მთელი რეგიონების ცხოვრებას და რა შედეგები დატოვა მან, უყურეთ შემდეგ გამოშვებაში. კოლუმბია. 10 აგვისტოს დილას კოლუმბიის დასავლეთი 7.4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრამ შეაზამზარა. მისი ეპიცენტრი ჩოკოს დეპარტამენტის მუნიციპალიტეტ სან-ხოსე-დელ-პალმარის რაიონში მდებარეობდა, ხოლო კერა 3 კილომეტრის სიღრმეზე იდო. ეროვნული გეოლოგიური სამსახურის გენერალური დირექტორის თქმით, ეს მოვლენა ქვეყნის ისტორიაში მაგნიტუდის სიდიდით მესამე მიწისძვრა გახდა. ბიძგები თითქმის მთელ კოლუმბიაში იგრძნობოდა. ბიძგის შემდეგ გეოლოგიურმა სამსახურმა 1200-ზე მეტი დასახლებული პუნქტის მცხოვრებლებისგან 20,000-ზე მეტი შეტყობინება მიიღო. განსაკუთრებით მძიმე შედეგები დიდ ქალაქებს, კალის, პერეირას, მანისალეს, კიბდოს და რამდენიმე მცირე მუნიციპალიტეტს დაატყდა თავს. ადამიანები სახლებიდან, ოფისებიდან და სავაჭრო ცენტრებიდან გარეთ გარბოდნენ. ზოგიერთი საავადმყოფოდან პაციენტების სასწრაფო ევაკუაცია განხორციელდა. უკვე პირველ საათებში მაშველები და ადგილობრივი მცხოვრებლები ხელით წმენდნენ ნანგრევებს და ნამსხვრევების ქვეშ მოყოლილი ადამიანების გადარჩენას ცდილობდნენ. ზოგიერთი ჩამოშლილი შენობის გადარჩენილ ნაწილში სასწაულებრივად გადარჩა, ზოგს კი მეზობლები დაეხმარნენ სახლიდან სწრაფად გამოსვლაში. სამაშველო ოპერაციებში ჩართეს მეხანძრეები, წითელი ჯვარი, სამოქალაქო თავდაცვა, კინოლოგიური ჯგუფები და მძიმე ტექნიკა. გრევის მასშტაბი უზარმაზარი აღმოჩნდა. კოლუმბიის სტიქიური უბედურებების რისკების მართვის ეროვნული სამმართველოს მონაცემებით 91,500-ზე მეტი სახლი დაზიანდა, ხოლო კიდევ დაახლოებით 14,500 სრულიად დაინგრა. მიწისძვრის დროს ჩამოინგრა არა მხოლოდ დაბალსართულიანი საცხოვრებელი სახლები, არამედ 66 დიდი შენობაც. ამ ციფრების უკან ათობით 1000 ოჯახი დგას, რომლებიც ფაქტობრივად ქუჩაში დარჩნენ და ახლა მათ დროებითი საცხოვრებელი სჭირდებათ. მიწისძვრამ დააზიანა არა მხოლოდ საცხოვრებელი განაშენიანება, არამედ ისტორიული შენობები, მუნიციპალური დაწესებულებები, ეკლესიები, რესტორნები და ადგილობრივი ბიზნესის სხვა ობიექტები. უზარმაზარი ზარალი განიცადა ქვეყნის სხვადასხვა დარგმა. დაზარალდა 251 სამედიცინო დაწესებულება, 2600-ზე მეტი საგანმანათლებლო ობიექტი და 3600-ზე მეტი საზოგადოებრივი ცენტრი. დაზიანდა თითქმის 300 სიგზა, 44 საავტომობილო ხიდი და 5 აეროპორტი. მომავალი აღდგენითი სამუშაოების მასშტაბი შოკის მომგვრელია. 18 აგვისტოს კოლუმბიის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მიწისძვრისგან მიყენებული წინასწარი ეკონომიკური ზარალი დაახლოებით 9,6 მილიარდ ამერიკულ დოლარად შეფასდა. სეისმურმა მოვლენამ ქვეყნის 32 დეპარტამენტიდან 15 მოიცვა. განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაშია ყველაზე მოწყვლადი რეგიონები, მაგალითად ისეთი როგორიცაა ჩოკო, სადაც სიღარიბის დონე კვლავ ყველაზე მაღალია კოლუმბიაში. ბევრმა ადამიანმა, ვისი სახლიც სრულად დაინგრა, დაკარგა მთელი ქონება, გარდა იმ ტანსაცმლისა, რომლითაც ქუჩაში გამოვიდა. თუმცა მათ მაინც დარჩათ ყველაზე ძვირფასი, საკუთარი სიცოცხლე. 15 აგვისტოს ოფიციალური მონაცემებით მიწისძვრის შედეგად დაიღუპა 294 ადამიანი, თითქმის 4000-მა მიიღო დაზიანებები, ხოლო კიდევ 320 უგზო და კარგულად ითვლება. საძიებო სამუშაოების მსვლელობისას ცოცხლად იპოვეს და გადაარჩინეს 353 ადამიანი. გეოლოგებს მიაჩნიათ, რომ ამ სეისმურმა მოვლენამ ტალახის ვულკანის ვეცარი ამოფრქვევა მოახდინა, რომელიც მომდევნო დღეს მოხდა სან-პედრო-დე-ბურაბას მუნიციპალიტეტში. სპეციალისტებმა განმარტეს, რომ სეისმურმა ტალღებმა მიწისქვეშა წნევა შეცვალა, რამაც ზედაპირზე ტალახისა და გაზის ამოტყორცნა გამოიწვია. ტალახის ნაკადებმა მიმდებარე სასოფლო-სამეურნეო სავარგულები დატბორა, საქონლის რამდენიმე სული მახეში აღმოჩნდა ან წაიღო და დაიღუპა. ვულკანის სიახლოვეს მცხოვრები ადამიანების ევაკუაცია განხორციელდა. აღსანიშნავია, რომ ეს უკვე მეორე მსგავსი ამოფრქვევა, რომელიც წელს ურაბას სუბრეგიონში მოხდა. ჩინეთი. China is now facing the final approach of Typhoon Dolphin. 9 აგვისტოს მძლავრი ტაიფუნი დოლფინი ჩინეთის პროვინცია ჯეძიანის სანაპიროზე გამოვიდა, რასაც ძლიერი ქარი და კოკისპირული წვიმები მოჰყვა.
ხმელეთზე გამოსვლის მომენტში ციკლონის ცენტრთან ქარის მაქსიმალური სიჩქარე 42 მეტრს ამსახტევდა, ხოლო ნაკადების 60 მეტრს ამსაჯარბებდა. ხელისუფლებამ საფრთხის შემცველი რაიონებიდან მილიონზე მეტი მცხოვრების ევაკუაცია განახორციელა. 10 აგვისტოს შანხაის ორმა უდიდესმა აეროპორტმა ჯამში 953 რეისი გააუქმა, ხოლო ავიაგადაყვანების გამტარუნარიანობა თითქმის 40%-ით შემცირდა. ქალაქში ასევე შეჩერდა საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა. 11 აგვისტოს დოლფინი დასუსტდა ტროპიკული დეპრესიით პროვინცია ხუბეის ტერიტორიაზე. თუმცა მისმა ნარჩენმა ცირკულაციამ ჩინეთის აღმოსავლეთ, ცენტრალურ და ჩრდილოეთ რაიონებში კოკისპირული წვიმებისა და ძლიერი ქარის ფართო ზოლი ჩამოაყალიბა. 14 ეროვნულ მეტეოროლოგიურ სადგურზე ნალექების სადღეღამისო რაოდენობამ დაკვირვების მთელი პერიოდის ისტორიულ მაქსიმუმებს გადააჭარბა. ჯეძიანის პროვინციის ტაიჯოუს ოლქში ნალექების მაქსიმალურმა ჯამურმა რაოდენობამ ტაიფუნის ზემოქმედების პერიოდში თითქმის 976 მილიმეტრი შეადგინა. ტიანძინის, ხებეის, ხენანის პროვინციებსა და პეკინში ძლიერმა კოკისპირულმა წვიმებმა მასშტაბური დატბოროები გამოიწვია. ქუჩები მდინარეებად იქცა, ავტომობილები და სახლები წყლით დაიფარა, ხოლო საწარმოებმა და მაღაზიებმა სერიოზული ზარალი განიცადეს. 12 აგვისტოს ხელისუფლებამ ასობით ტურისტული ობიექტი და კემპინგი დახურა. მოხუცებულთა თავშესაფრებიდან 5000-ზე მეტი ხანდაზმული ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა. მომდევნო დღეს ხენანის პროვინციის ქალაქ ჯოუკოუში მდინარე ძიალუხეზე კაშხალი გაირღვა. გარღვევის სიგანემ დაახლოებით 30 მეტრი შეადგინა. შედეგად ჯოუკოუს მეხუთე სახალხო საავადმყოფო დაიტბორა. წყლის დონე ადგილ-ადგილ მეტრანახევარს აღწევდა. 14 აგვისტოს ჯეძიანის პროვინციის ჩანსინის მაზრაში ვარცოფული ნაკადი ჩამოწვა, რის შედეგადაც საცხოვრებელი სახლი ჩამოინგრა. ერთი ადამიანი დაიღუპა, 3 უგზოდ-უკლოდ და კარგულად ითვლებოდა. დოლფინი 15 დღეზე მეტ ხანს არსებობდა, რაც დაახლოებით 2.5-ჯერ მეტია წყნარი ოკეანის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილის საშუალო მაჩვენებელზე. მიუხედავად იმისა, რომ ტაიფუნი ჩინეთისგან შორს თარიღთა ცვლის საერთაშორისო ხაზის სიახლოვეს ჩამოყალიბდა, მან 6000 კილომეტრზე მეტი გაიარა და ქვეყანამდე მიაღწია ისე, რომ პირველი კატეგორიის ტროპიკული ქარიშხლის ექვივალენტური ძალა შეინარჩუნა. მსგავსი რამ დაკვირვების მთელი ისტორიის მანძილზე არ მომხდარა. მანამდე ასე შორს აღმოსავლეთით წარმოქმნილი ციკლონები ჩინეთამდე თუ აღწევდნენ, უკვე ტროპიკულ დეპრესიამდე სუსტებოდნენ. ინდონეზია 15 აგვისტოს დილას ინდონეზიის კუნძულ ფლორესის სანაპიროსთან 7,7 მაგნიტუდის სიმძლავრის მძლავრი მიწისძვრა მოხდა. კერასულ რაღაც 15 კილომეტრის სიღრმეზე მდებარეობდა, რამაც მიწისძვრის ზემოქმედება გააძლიერა და სერიოზულ ნგრევას შეუწყო ხელი. ბიძგები ფლორესის ერთბაშად რამდენიმე რაიონს შეეხო. მიწისძვრამ გამოიწვია ცუნამი, რომელიც 4 პროვინციაში დაფიქსირდა. ტალღის მაქსიმალურმა სიმაღლემ მეტრსა და 61 სანტიმეტრს მიაღწია. იგი აღმოსავლეთ მანგარაის ოლქში დარეგისტრირდა. ძირითადი ბიძგის შემდეგ კუნძულის რყევა გაგრძელდა. თითქმის 2 დღე-ღამის შემდეგაც კი სეისმური აქტიურობა მაღალი რჩებოდა. 17 აგვისტოს დილისთვის განმეორებითი ბიძგების რაოდენობა 1600-ს გადააჭარბა. მათგან 59 მოსახლეობა მიგრძნო, ხოლო ყველაზე ძლიერმა 6,2 მაგნიტუდამდე მიაღწია. ადამიანებს დაზიანებულ სახლებში დაბრუნების ეშინოდათ. ბევრმა ღამე გარეთ გაატარა, კარვებში ფანჩატურების ქვეშ, ან უბრალოდ ღია ცის ქვეშ. დაახლოებით 5000 ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა, მათგან ნაწილი სპორტულ კომპლექსსა და დროებით ბანაკებში განათავსეს. 17 აგვისტოს მონაცემებით დაიღუპა სულ მცირე 68 ადამიანი, ხოლო კიდევ 200-ზე მეტმა დაშავება მიიღო. მიწისძვრამ დაანგრია და დააზიანა საცხოვრებელი სახლები, სკოლები, სამედიცინო დაწესებულებები და სხვა შენობები. ინდონეზიის სტიქიური უბედურებების მართვის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით 900-ზე მეტმა სახლმა სერიოზული დაზიანება მიიღო. ძლიერმა მიწისქვეშა ბიძგებმა მრავალრიცხოვანი მეწყერი გამოიწვია, რომლებმაც გზები ჩახერგა, მათ შორის კუნძულის ერთ-ერთი მთავარი სატრანსპორტო არტერია, ტრასა Trans-Florestis. მაშველებს ნანგრევების გაწმენდა მოუხდათ, რათა იზოლირებულ დასახლებულ პუნქტებამდე მისასვლელი გზა აღედგინათ. კავშირის შეფერხებები სამაშველო სამუშაოების კოორდინაციას ართულებდა. სტიქიის შედეგებთან დაზარალებულ რაიონებში 3,500-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე და პოლიციელი გააგზავნეს.
იმავე დღეს ინდონეზიაში კიდევ ერთი ძლიერი მიწისძვრა მოხდა ჩრდილოეთ სუმატრაზე, ფლორესიდან თითქმის 3000 კილომეტრის დაშორებით. მისი მაგნიტუდა სხვადასხვა სეისმური სამსახურის შეფასებით 6.4-დან 6.9-მდე მერყეობდა. თუმცა კერის დიდი სიღრმის გამო დაახლოებით 163 კილომეტრი რყევების ზედაპირზე საგრძნობლად სუსტი იყო, ვიდრე ჩვეულებრივ ხდება ასეთი მაგნიტუდის მიწისძვრებისას და სერიოზული ნგრევა ან მსხვერპლი არ დაფიქსირებულა. იაპონია. აგვისტოს საღამოს კუნძულ ჰონსიუს აღმოსავლეთ სანაპიროზე მდებარე ტიბას პრეფექტურას რეკორდული კოკისპირული წვიმები დაატყდა თავს. ისინი გამოწვეული იყო ასე წოდებული წვიმის ხაზოვანი ზოლებით, მძლავრი გრიგალური სისტემებით, რომლებიც დიდხანს ყომდებიან ერთ ტერიტორიაზე. უამინდობის პირველივე საათებში ქალაქ ტიბას ცენტრში მდებარე მეტეოროლოგიურმა სადგურმა ნალექების ინტენსივობა საათში 115 მმ დააფიქსირა. ნახევარ დღეში მათმა რაოდენობამ 348 მმ-ს მიაღწია, ამან სამჯერ მეტად გადააჭარბა აგვისტოს საშუალო თვიურ ნორმას. ასევე მოიხსნა 3 და 6 საათში მოსული წვიმის ისტორიული რეკორდები. ქალაქ უამისიასატოში საათში დაახლოებით 120 მმ ნალექი მოვიდა. წყლის დონე ქუჩებში მუხლებამდე აღწევდა. პრეფექტურაში ელექტროენერგიის გამორთვა 19,000-ზე მეტ ოჯახს შეეხო. წყალდიდობისგან 1000-ზე მეტი შენობა დაზარალდა. სტიქიის პიკის მომენტში 14 აგვისტოს დილას 7300-ზე მეტი ადამიანი იძულებული გახდა თავშესაფარის საევაკუაციო ცენტრებში ეძებნა. კოკისპირულმა წვიმებმა სულ მცირე 9 წელი გამოიწვია. ქალაქ ტიბაში ჩამოწოლილმა გრუნტმა საცხოვრებელი სახლები ჩამარხა, გზების ჩამოშლა გამოიწვია და წყალსადენის მილები დააზიანა, რის გამოც ათობით ოჯახი წყლის გარეშე დარჩა. უამინდობამ ფაქტობრივად პარალიზება გაუკეთა სატრანსპორტო სისტემას. ნარიტას საერთაშორისო აეროპორტში ჩახერგილი გზების გამო დროებით ჩარჩა დაახლოებით 7000 მგზავრი. დაახლოებით 1200 ავტომობილი მძღოლებმა პირდაპირ პრეფექტურის დატბორილ გზებზე მიატოვეს. მხოლოდ მიდორის რაიონში 200-ზე მეტი განაცხადი შევიდა ევაკუაციაზე, თუმცა საგზაო სამსახურების საცობების გამო მანქანებამდე მიღწევას ვერ ახერხებდნენ. აღმოსავლეთ იაპონიის რკინიგზის კომპანიამ სრულად შეაჩერა მოძრაობა კურურის ხაზზე და მთელი დღით გააუქმა სწრაფი მატარებლები ნარიტა ექსპრესის ჩათვლით. სამწუხაროდ სტიქიას ტრაგიკული შედეგები მოჰყვა. 16 აგვისტოსთვის დადასტურდა 10 ადამიანის დაღუპვა, ხოლო კიდევ ერთის ბედი უცნობი რჩებოდა. იტალია. აგვისტოდან სიცილიაზე ვულკანეთმა სამოფრქვევა წლის დასაწყისიდან ყველაზე ინტენსიურ ფაზაში შევიდა. აქტიურობა ერთდროულად რამდენიმე მონაკვეთზე ვითარდებოდა. ვულკანი დიდი რაოდენობით ფერფლსა და ლავას ტყორცნიდა, ხოლო მის ფერდობებზე ახალი ამოფრქვევის კერები იხსნებოდა. ფერფლის ღრუბლები დიდხანს მიჰყავდა ქარს ქალაქ კატანიასა და მისი აეროპორტის მიმართულებით. შედეგად საჰაერო მიმოსვლა სერიოზულად დაირღვა, ხოლო შეფერხებების მასშტაბი ბოლო 10 წლეულების განმავლობაში ერთ-ერთი უდიდესი გახდა. 6 აგვისტოდან 12 აგვისტომდე თითქმის 2000 დაგეგმილი რეისიდან დაახლოებით 36% გააუქმდა, ხოლო კიდევ 600-ზე მეტი გადამისამართდა. უსაფრთხოების მიზნით დროებით დახურეს კომიზოს აეროპორტიც. ხასიათით ახლანდელი ამოფრქვევა წინა ეპიზოდებს წააგავს, თუმცა მნიშვნელოვნად მეტი ხანგრძლივობით გამოირჩევა. სწორედ ამ თავისებურებას აღნიშნავენ სპეციალისტები. ისინი მომხდარის მასშტაბს უფრო ღრმა ფენებიდან მაგმის შესაძლო შემოდინებას უკავშირებენ, სადაც იგი მეტ გახსნილ გაზს შეიცავს. უფრო ღრმა და გაზით ნაჯერი მაგმა დამანგრეველია მიმდებარე ქანებისთვის და ხელს უწყობს ვულკანური ფერფლის დიდი რაოდენობით წარმოქმნას. აღსანიშნავია, რომ მოქმედი შეზღუდვების მიუხედავად, ასობით ტურისტი აგრძელებდა ეტნაზე ასვლას, განსაკუთრებით საღამოს და ღამით, რათა ამოფრქვევისთვის ედევნებინათ თვალი. მარშველებს უწევდათ ადამიანების გაყვანა მარშრუტებიდან იმ პირობებში, როდესაც ფერფლი და ცუდი ხილვადობა ორიენტაციას ართულებდა. 16 აგვისტოს ტრაგედია მოხდა. ჯეკა ქუხილის დროს ვულკანის ფერდობს ზელონ დაარტყა.
განმუხტვა ტურისტს მოხვდა. მაშველებმა მამაკაცის ევაკუაცია ვერტმფრენით კატანიას საავადმყოფოში განახორციელეს, თუმცა რეანიმაციის მიუხედავად მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ ჯექა ქუხილის დროს ღია მაღალმთიან ფერდობზე ყოფნა მნიშვნელოვნად ზრდის ელვის დარტყმის რისკს. იტალიის გეოფიზიკისა და ვულკანოლოგიის ეროვნული ინსტიტუტის მონაცემებით, ვულკანურ არხებში მაგმის მოძრაობა მეტნას ჩრდილო-აღმოსავლეთ ფერდობზე უკვე არსებული პერნიკანას რღვევა გააქტიურა. ვულკანები რღვევის ორსავე მხარეს ერთმანეთის მიმართ გადაადგილდა, ხოლო გამოთავისუფლებულმა ენერგიამ 3,9 მაგნიტუდის ზედაპირული მიწისძვრა გამოიწვია. კერით სულ რაღაც 1 კილომეტრის სიღრმეზე. რღვევის გასწვრივ გადაადგილებების ზედაპირზე ხანგრძლივი ბზარების სახით გამოვლინდა, მათ შორის გზებზეც. სიფრთხილის ზომების სახით სიახლოვეს მდებარე ტურისტული ობიექტებიდან რესტორნების ჩათვლით ადამიანების ევაკუაცია განხორციელდა. დღეს მრავალი პოტენციურად საშიში ბუნებრივი მოვლენა სულ უფრო ხშირად ხდება ტურიზმისა და სანახაობითი ინდუსტრიის ნაწილი. ადამიანები მიდიან ვულკანების ამოფრქვევების საყურებლად მიემგზავრებიან მთებში ზღვასაშიშროების მაღალი პერიოდების დროს, ძალიან ახლოს მიდიან შტორმიან ზღვასთან, მიდიან წყალდიდობებისა თუ ძლიერი ქარიშხლების რაიონებში ეფექტური კადრების გამო. სოციალური ქსელები გვანახებენ ამოფრქვევების, შტორმებისა და სხვა საშიში მოვლენების ამაღლებელ ვიდეოებს, მაგრამ ბევრად იშვიათად მათ, ვინც ასეთი შთაბეჭდილებების საძიებლად წასულმა მიიღო დაშავება ან დაიღუპა. რადგან წარუმატებელი მოგზაურობები იშვიათად ხდება ლამაზი კონტენტი. ეს განსაკუთრებით კარგად ჩანს მოქმედი ვულკანების მაგალითზე. იქ ექსკურსიები დიდი ხანია ტურიზმის ცალკეულ მიმართულებად იქცა, მათ უწევენ რეკლამას, მათკენ ორგანიზებას უკეთებენ მარშრუტებს, ადამიანები აქვეყნებენ ლავისა და ფერფლის ამოტყორცნის ეფექტურ კადრებს. თანდათან თვით ასეთი ადგილის ხელმისაწვდომობა აჩვენებს პოტენციური საფრთხის შეგრძნებას. თუ აქ ყოველდღიურად დახავთ ტურისტები, ესე იგი ჩანს, რომ ყველაფერი კონტროლქვეშაა. მაგრამ საშიში ბუნებრივი ობიექტი არ ხდება უფრო უსაფრთხო იმის გამო, რომ მის გარშემო ტურისტული ინფრასტრუქტურა გაჩნდა. და როდესაც წლების განმავლობაში სერიოზული არაფერი ხდება, ხოლო ვულკანის ქცევა ხანგრძლივი დროის განმავლობაში შედარებით პროგნოზირებადი იყო, რისკი აღიქმება როგორც რაღაც თეორიული. ეს განსაკუთრებით აქტუალურია დღეს, როდესაც სპეციალისტები ვულკანური აქტიურობის ცვლილებებს აფიქსირებენ და პირდაპირ აფრთხილებენ მოსალოდნელი საფრთხეების შესახებ. როგორც წესი, ადამიანი ძალიან სწრაფად ეჩვევა საფრთხის არარსებობას, თუ იგი დიდხანს არ რეალიზდება. ხოლო მკვეთრი ფოტოები, რეკლამა და ხელმისაწვდომობის შეგრძნება კიდევ უფრო მეტად შლიან ზღვარს საშიშ ბუნებრივ ობიექტსა და ატრაქციონს შორის. მაგრამ ეს ზღვარი არსებობს და ხანდახან სტიქია მასზე ძალიან უეცრად გვახსენებს. ასე რომ ღირს კი საკუთარი სიცოცხლით გადახდა შთაბეჭდილებებისთვის. ხომ ადამიანის სიცოცხლე უმაღლესი ფასეულობაა.